თუმცა მაინც უტოპია და არ იქნება არასდროს გზა მთაზე, უნდა იყოს ფრენები რეგულარული და უფასო. რა მოხდა? რა იყო ვითომ რა? ერთი ვეთფრენის გამოყოფა რომ იფრინოს მუდმივად. ზოგი საავადმყოფო უნდა, ზოგი მაშინ ფეხმძიმეები რაღაცა იყო, ეხლა აღარ ამირჩება, იმიტომ რომ ყველა წინ იღებს გადაწყვეტილებას და ითვალისწინებს ყველაფერ მაგასა. რო იყოს მისვლა-მოსვლა რეგულარული, კიდევ იცხოვრებდა ხალხი, მაგრამ ორ კვირაში რო ერთხელაც იყოს, თვეში ორჯერ იყოს ფრენა, ესეც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ხო გეუბნები, ბოლოს წელში ერთხელღა იყო, ისიც ახალწლოდ. აი რო გადაფრენაში ერთხელ მარტამდე შემოვშვით იქ, მარტამდე ვერ გამოინახა ვეთფრენ რო გადავეყვანეთ. იმ ერთი ფრენისთვისაც პრობლემა ხდებოდა. სულ ყოველთვის ვიგვიანებდით. ორი კვირა ხო არის იანვრის არ დადეგები. თებერვალშიც ვერ გადავდიოდი და მარტამდე ვრჩებოდით ხან. ძალიან სერიოზული და გააზრებული მოქმედებებია საჭირო მთას რომ მიეხედოს და განსაკუთრებით გამორჩეულია აი ხევსურეთი. რა მხრივ ვიცი? აი ახლა მუცოს რო უყურებს ხალხი ვაი როგორი კაი აღადგინეს კოშკები რაღაცა. სოფელი ცხოვრობდა იმ მუცოში. იცი რომ აი ესეთი ვაკე ადგილი არ არსებობს. რო დაფიქრდეს კაცი როგორ უნდა ეცხოვროთ იქ. აი ესე სუ ის არის გასწრებს სუ ფერდები. არსად არ არის აი ესე რომ ვაკეზე გაიარო მუცოში. აი ესეთ ადგილზე ცხოვრობდა ხალხი. არ არის ეგეთ ადგილზე ცხოვრება ადვილი. ხო, განსაკუთრებით ხევსურეთზე რა მინდა ვთქვა რომ ძალიან ისეთ ადგილში იყო სოფლები რა, იშვიათი სოფელი იყო აი ესე გაშლილ ადგილზე და რაღაცა. აი ახლა იქ რო უყურება თუშეთს და იმას, თვითონ თუნდინ და ცვანეთსაც. ისეთ კაი ადგილებშია სოფლები. ხევსურეთის ეგ ფუფუნება არ ჰქონდა. ამიტომ აღდგენაც და რაღაცების გამოსწორებაც ძალიან ძნელია. თუ ისე მოწყობილი იქნება როგორც აქ არის, აი იმ დიდი აჟიოტაჟისა და იმის შემდეგ რომ გადახედეს, გადმოხედეს და არაფერი აღარ მოემატა იმას რომ არც პირობებს და არც იმას და არც ამას, აი ახლა რა მდგომარეობა მთელი საქართველო აი ეგ თბილისი არის შემოხიზნული, დაქირავებული სახლებით, თან ყველაზე იყიდება ბინები იყიდეს, რაღაცას იმაშრებიან და დარჩა ეს სოფლები. მარტო პირიქითში და ხევსურეთში კი არ არის დაცლილი სოფლები. მთელ საქართველოშია სოფლები დაცლილი. საქართველოში სადაც არც სახლის აშენება აძნელი, არც წყალი ჭირს და არც დენი ჭირს, მაინც ეგ არის, აი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პირველ რიგში რაღაცა ისეთი პატრიოტული ის რომ აი საქართველო უნდოდეს რომ მთელი მთავარი იყოს მოწყობილი და აყვავებული. რატო უნდა გჯობდეს შვეიცარია? რა ჩვენ ნაკლები გვიყვარს ჩვენი სამშობლოდან რაღაცა, მაგრამ გჯობნის, იმიტომ რომ ყველანაირ ადგილზე შეუქმნა პირობები. ყველაფერი გააკეთა. აი ის რა ჩვენ ზღაპარი გონია ხევსურეთში, იმათ იქ გააკეთეს. რო არსად არც ზავის პრობლემა აქვს და არაფრის პრობლემა. აი ესეთი მთავრობა უნდა ჰყავდეს საქართველოს. მარტო ხევსურეთს კი არა, სულ ყველას სოფელსა იმას უნდა მიხედოს. ისეთი სოფლებია დაცლილი, რომ გული მოგიკვდება სახლები, დაცარიელებული. რაღაცა საერთო ის აკლია. გზა არ აქვს წესიერი, წყალი არ არის შემოყვანილი. საქართველოს დიდი პრობლემაა სოფლის ამბავი. ხევსურეთს ვინ იტყვის კაცო აგერ ორნაბიძე გავიდა სოფელში კაციშვილი აღარ ცხოვრობს.